მოგესალმებით, მე თამარ კიკალიაშვილი ვარ, არქიტექტორი, დიზაინერი. დღეს მინდა რამდენიმე რჩევა მივცე მათ, ვინც სახლში რემონტის გაკეთება გადაწყვეტა და იატაკის მოსაპირკეთებელ მასალას არჩევს. არჩევანი ძალიან დიდია ბაზარზე, მაგრამ დღეს სამ მათგანზე ვისაუბრებ. ეს არის ლამინატი, ხის იატაკი და ეგრეთ წოდებული რბილი იატაკი. დავიწყოთ ლამინატით. ლამინატი ეს არის ხის იატაკის შემცვლელი თანამედროვე მასალა, რომელიც რამდენიმე შრისგან შედგება. ზედაპირი არის ბუნებრივი ხის იმიტაცია, ხოლო შიდა შრე არის ორი ტიპის ძირითადად. პირველი ეს არის ქაღალდის და წებოსნაერთი. ამ შემთხვევაში ეს არის შედარებით დაბალი ხარისხის ლამინატი, რომელიც არამდგრადი არის წყლის მიმართ და მისი მოვლის შემთხვევაში უნდა მოუფრთხილდეთ წყლის გამოყენებას მაქსიმალურად. ხის ნახევრის შემთხვევაში ხარისხი ლამინატის შედარებით მაღალი არის და არსებობს კომპანიები, რომლებსაც სპეციალური ხაზი აქვთ და მათი გამოყენება სულ წერტილებშიც კი შეგიძლიათ. მარტივია მისი დაგების პროცესი. ასევე არის ცივი საკმაოდ და არ აქვს კარგი თბოიზოლაცია, მაგრამ ერთი დიდი პლუსი რაც აქვს, ეს მისი ფასია. რბილი იატაკი. პირველ რიგში მინდა გავაქრო მითი იმის შესახებ, რომ რბილი იატაკი იწვევს ალერგიას. თანამედროვე ტექნოლოგიით შექმნილი რბილი იატაკი რამდენიმე შრისგან შედგება და მასზე მოხვედრილი მტვერი შედის შიდა შრეში და აღარ ხდება მისი ჰაერში გამტვერიანება. იგი იწმინდება მხოლოდ მაწმენდის დროს სპეციფიკის მეშვეობით. როგორც ხედავთ, არჩევანი ძალიან დიდია. არსებობს სპეციალური ხაზები სასტუმროებისთვის და ოფისებისათვის, რომელიც გათვლილია დიდ დატვირთვაზე. მაგრამ სახლის შემთხვევაში სწორედ შეერჩიეთ ოთახი, რომელშიც გამოიყენებთ რბილი იატაკს. სასურველია იგი დააგოთ საძინებელში ან მისაღებ ოთახში, რადგან ის არის ძალიან კარგი ხმის და სითბოს იზოლატორი. ასევე ძალიან მარტივია მისი დაგების პროცესი, რადგან იგება პირდაპირ მოჭიმულ იატაკზე წებას მეშვეობით. არ გამოიყენეთ რბილი იატაკი სამზარეულოში ან სასადილო ოთახში, რადგან გაგიჭირდებათ მისი მოვლა. თანამედროვე ტექნიკით შექმნილი რბილი იატაკი ისე არის დამუშავებული, რომ არ არის ადვილად აალებადი. დავწვი. ნატურალური ხის სამშენი პარკეტი შეიძლება ჩაითვალოს ლიდერი იატაკის მოსაპირკეთებელ მასალებს შორის, რადგან თავის თავში აერთიანებს სილამაზეს, ეკოლოგიურად სუფთა მასალა არის, ძალიან გამძლეა და ასევე არის ძალიან კარგი ხმის და სითბოს იზოლატორი. ყურადღება მიაქციეთ გადაბმის სისტემას. არსებობს ესეთი გადაბმის სისტემა G5 და უნიკლიკი, რომლის დროსაც არ გამოიყენება წებო და საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაშალოთ და მარტივად სხვა ადგილას გამოიყენოთ იგივე პარკეტი. ზოგიერთი კომპანიის პროდუქცია ეკოლოგიურად იმდენად სუფთა არის, რომ მინიჭებული აქვს კვების სერტიფიკატიც კი. იმედი მაქვს გამოგადგებათ ჩემი რჩევები. სხვა თემებთან დაკავშირებით შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.